დღევანდელ ვიდეოში ჯეტია ხუთი გვექნება იუთუბერების მანქანების დრაგი და როგორც გუშინდელ ვიდეოში შეგპირდით, თუ მაგალითად გუშინდელ ვიდეოზე იქნებოდა ბევრი კომენტარები, რომ შეგროვებული ქართველი იუთუბერების მანქანებს, უბრალოდ შეგროვებული ქართველი იუთუბერების მანქანების დრაგი მოგინდებოდა, აუცილებლად გადავიღებდი და მოკლედ დღეს ეხლა ესე სპონტანურად ბევრი ვიდეოს მონტაჟს არ ვაპირებ, ბევრ ქათებს არ ვაპირებ, უბრალოდ ეს რაღაც გავთიშო, ვაპირებ რომ წავიდე ჯერ LS Custom-ში და ჩემი Porsche 911 ოდნავ დავატუნინგო, იმიტომ რომ ცოტა რაღაცეები ხა გასაკეთებელი გვაქვს, ხა იუთუბერებთან მივიდივართ ბოლო დრაგზე ხო არ შევრცხობით არა. Ისა რეალურად რომ მივიდეთ იუთუბერებთან დრაგზე რა გაიქნებოდა. Გაიქნებოდა, მაგრამ ისე რაღაც პუნჩი ის იქნებოდა ცოტა არ ვიცი, რა ვთქვა, არასამართლიანი, ხო? Იმიტომ რომ თლად ახლა ყველა სპორტულზე არ არის გადასული, თლად ახლა ყველას მაღალი ცხენი არ აქვს მანქანაზე და ასე შემდეგ. ახლა მაგალითად იუთუბერების დრაგი რო გაკეთეს, ფაქტობრივად საინტერესო საყურებელი იქნებოდა ბუბუს რეისინგ ვლოგი და გიორგი სარაშვილის მანქანა, მეტი არავის. შევხვდი 2026 წელს საუკეთესო სკინებით. გადადი კომენტარებში აპენულ ლინკს და გაიარე რეგისტრაცია და ყოველ ახალ მომხმარებელს CS:GO Fast-ის საჩუქრად გადასცემს ერთ random case უფასო და გახსენით winter case-ები, სადაც შეიძლება უახლესი და საკმაოდ ზვირიანი სკინები ამოგივიდეთ საუკეთესო ფასად. ნუ მე ხარ 911 კი ვიქნებოდი, მაგრამ კარიერას რო ამოვიდებდნენ იღლიაში აღარ დააგდებდნენ არც ერთი. მოკლედ, პირველ რიგში ახლა სახელოსნოში კი არ წავალ აეროპორტში. იქ ვიცი რომ მაგათი მანქანები უკვე დგას და თქვენ ეხლავე გეწყვით რომ დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ეხლა არის რომელი საათი გეტყვით. 10 საკლია 2 წუთი და ეს ვიდეო უნდა დაიდოს დღესვე უნდა დაიდოს ეს ვიდეო. ახლა გადავიღებ თუ არა გამოიგზავნე. ნახე, ლამარე მიგზავნეს რომ ბიჭები გელოდები, ანუ დრაგზეო ბიჭო მოვდივარ ხო რა გავაკეთო მეტი. და ეს ვიდეო უნდა დაიდოს დღესვე და წეღან მეორე Black Mamba-ის ვიდეოც გადავიღე. და ეს ხა როგორც სტილის ვიდეო, ადრე რო ვიღებდი ხოლმე გახსოვთ, ქათები რო არ იყო, ჩავრულად მოვდიოდი, real life mode რაც იყო, ანუ რეალური ემოციები, არანაირი ქათი, უბრალოდ რეალურად ესე დადიხარ და всё რა. რამდენი პოლიცია ძმა, რაღაცები შეცვლილი არის აქ აშკარად, მაგრამ it's okay. მთავარია რომ დღევანდელ ვიდეოში არ გაგუჭედოს არაფერმა, რომ დრაგი ჩატარდეს ბოლომდე კარგად და აქედანვე გეტყვით რომ კომენტარებში დაწერეთ თქვენი ფავორიტი. Ესე გუშინდელ ვიდეოზე ვიღაცებმა დამეწერეს, რომ Porsche სხვისი ოვშენი არ არისო, ბიჭო. ჩემს TikTok-ს აშკარად არადევნებ თვალს და ესეც სანამ დრაგი დაიწყება, მანამდე მოდი შევავოთ ბიჭების მანქანებს თვალი. ვინ არის დღეს წარმოდგენილი, ესე იგი Xensus-ას, Mercedes CLA, ულამაზესი. და ნუ პირდაპირ მაგას იმიტომ მივადექი, რომ აი სხვა მანქანები დაკარგული არაფერი აქვს ამას ისეთი. გიორგი სარიშვილის და მდინარაძის, ანუ UTD უხეში test drive-ის AMG GT-ერი, რომელიც ნუ ფერით რო ისევე როგორც ჩემი არაფრით არ არის გამორჩეული. ხეროდენაშვილის ძმა ის დაგჭა, კარეღია M3 G80, რომელიც ნუ ფერით გამორჩეულია და ალბათ რო ვიყიდო M3 მეც ამ ფერს ვიყიდე ან M4-ს. Hitas Dodge, Hita, შენის ნამდვილად გამორჩეულია ესეთ ფერის. ეს არის Sunset Orange Dodge-ში და მე მყავდა Sakir Orange. თუ Sakir Orange მყავდა მე M4. და ესეთი M4, როგორ მომენატრა ჩემი. ეხლა მე შევძლებოდი შევუცვლიდე ამას ფერს, მაგრამ პირდაპირ დრაგი მაინტერესებს რა. მე გეტყვით ეხლა აქედან რომელი გაასწრებს პირველ რიგში. ჩემი გაასწრებს არ ვიცი. მოდი მე მაინც ყოველ შემთხვევაში ეხლა აქედან ყველაფერი რო ესე იყოს დაყენებული, აი ესენი დავუკლოთ, რომ აქსელერაცია არაფერი არ გქონდეს და всё. მოდების გარეშე წავალი ხა ჩავждები. დრაგ შევუკვეთავ. 4 მანქანა გამოდის ეხლა ამ დრაგზე როგორც ვიცი. და პირველი 4 ვინ, უბრალოდ პირველი 3 ჩემთან ერთად ვინ იქნება ვნახოთ რა. თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ Mamba Box-ი შეიძინოთ ფასდაკლებით, იმიტომ რომ რამოდენიმე საათში ფასდაკლება რჩება მაგ პროდუქტზე. უნდა გითხრათ რომ რამოდენიმე საათი დარჩა ძალიან მაგარი აქციის დასრულებამდე. ზარქუშოპ ჯიზე შეგიძლიათ Black Mamba-ის ბოქსი შეძინა 165 ლარის ნაცვლად სულ რაღაც 100 ლარად, ანუ თითქმის 50%-იანი ფასდაკლებით. შესაძენად გადადიხართ აღწერაში მდებარე ლინკზე, აჭერთ პირველივე ფოტოს. აქ არის Mamba Box-ი, რომელშიც შედის ბალაკლავა, ჩანთა, საათი და pop-socket-ი. ირჩევთ 12 წლიდან ასევით თუ 3-დან 12 წლამდე, აჭერთ buy now-ს, აქ შეკავთ თქვენი ინფორმაცია, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ, შემდეგ pay now-ს, შემდეგ უთითებთ ბარათის მონაცემებს და გადახდას. ხოლო ვინც online შეძენა არ იცით, შეგიძლიათ ზარქუშოპს ამ ნომერზე დავუკავშირდეთ WhatsApp-ზე და დაგეხმარებიან შეკვეთის განთავსებაში. მაგრამ ვისაც ბოქსი არ გინდათ, შეგიძლიათ ცალ-ცალკე შეიძინოთ ბალაკლავა, საათი, pop-socket-ი ან ჩანთა ჩვენ საიტზე, უბრალოდ დაბლა უნდა ჩამოსკროლოთ და იგივენაირად უნდა მიყვეთ ყიდვის ინსტრუქციას. ისა და ძმა რა ხდება? ეს ორი მანქანა აქ დგას. ესენი უკვე დრაგზე არიან აგერ გასულები. ოკეი, პირველი
მე ქსენსუსა ხელოდინაშვილი და გიორგი სარიშვილი, მაგრამ აუ ღადაო. სანამ მე დრაგს უკეთავდი როგორც ჩანს, ალექსანდრემ როგორც ჩოვია ხოლმე რაღაც შეურია თავის ავტომობილს და უფრო მოხდა რა ცოტა აქ ხლა გამიჭირდება კონკურენცია. კაი, დავდგეთ. არა, მე არა. ეს ტიპი გონკაობს მეღადაობით? არა, ამან აშკარად გაჭედა ძმა, შენ წადი აქედან. პირველი ფოლი არის, წავედით თავიდან. ეხლა ნახოთ ახალი წყვილი მის შეხვდება რბოლას. ის ტრაქტორი ყოველთვის აღგას ხომ და რბოლა რო იწყება, ყოველთვის მოდის ხომ და რატომ მოდის ეგეც ვერ გავიგე რა. ცოტა მალე რა დავიწყოთ რა. всё, ეხლა ჩემი ჯერია რა, წესით. თუ არა, ამათ მოვეჭველ უნდა გააკეთონ ერთი გარბენი, კაი, რა ძმა, რა მეც მინდა რბოლატო. რა ხდება? მე არ მოგონკავებთ? კი, აი, всё, ეგ არის, დაიწყო რბოლა. ოკეი, ეს ვინ არის? წითელი ემოთხითო? ვერ გავიგე, ჩემი ძველი ემოთხი მოვიდა დრაგზე მეღადავობით? What? არ ვიცი, მაგრამ კაი. ნახოთ ახლა ვინ გაასწრებს ჩვენ შორის 1 2 3 მიდი. არა, აუ, ქსენსუსა ღადაობ. ჯიბის რაკეტას ვიზახი მანქანას, კაი, ღადაობ. არა, იმენა ხელოდინაშვილს მანქანა ეგრევე წინ გაიჭრა. მე და გიორგი დავრჩით, რა თანაბარი ძალები ამას შეხედეთო. გავწიეთ, მიდი, ეგ არის, всё. ვახ ჩემი. არა, კაი, აქ აღარ გვინდა სროლები. პირველი ალექსანდრეს მანქანა გავიდა. ნუ რაც მოსალოდნელი იყო ისედაც რა. მაგრამ ძმო, ნუ ატუნინგებთ, რა ტუნინგების გარეშე რო იყოს, ხო შეიძლება არა? ნუ ქსენსუსამაც საღოლ პატარა მანქანა ხო არის, მაგრამ მაგარს დადეს ეგ ცეილადო. კაი გაკეთებული ყავს თან ახლა როგორც პროგრამა აქვს ჩაწერილი და ნუ შესაბამისად. ოკეი, შემდეგი წყვილი, თუ მე არ ვარ, რა, კი, ჩემი ძველი BMW მიდგება, ჰიტა და ვინ, მესამე ვინ მოდის კიდე? ისევ გიორგი? არ ვიცი, აქ ჯერჯერობით არც არ მიჩვენებს. ვიღაც მოდის აშკარად, მაგრამ აქ ვინ არის? არ ვიცი. ჩემი ძველი BMW. აი გიორგი როგორც ჩანს. ოკეი, ჩვენ რაღაც დაგვჭირ ახლა გასასწორებელი, იმიტომ რომ წეგან ცოტა არათანაბარი, ვახ, კაი, ესე არათანაბარი ბოლა იყო. აუ, ჩემი ემოთხის მეშინ ახლა სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ბოლოს კაი გაკეთებული იყო. 1 2 3, აუ, ცუდი სტარტი მქონდა, კაი არა უშავს. ნუ ჩემს ემოთხს გავუსტარო ჩაოლებრო და ჰიტა რა იყო ძმა, რა პროგრამა გაგეთ ჩაწერილი მანქანაში. ჩემი და გიორგის შემთხვევაში ისევ თანაბარი რბოლა, მაგრამ ბოლოში კაი რა, 1-1, კაი. It's okay, წავედით ახლა ისევ. ეხლა მაინტერესებს ვისთან. ნუ, ხელოდინაშვილთან მაქვს ხა ცოტა რევანში ასაღები. პრინციპში ახლა უკვე ყველა იუთუბერს ვიგონკავით, ხო კი? არავინ ბუბუს M3, M4 უბრალოდ. მაგას უნდა დაუდგე ახლა, ეგ მაინტერესებს კიდე რას იცავს. ეგ არის, ჩემი ჯერია რა. ხო არის ჩემი ჯერი. არა გადაობ, ვერ მოვასწარი თუ არა? კი, ჩემი ჯერია ძმა. მოვითხოვ ქართველი იუთუბერების დრაგს. დაწერეთ თქვენს კომენტარებში რომ მოვითხოვთ. ეს თუ ახლა დიდი არ გამოვა, იმიტომ რომ ნუ რაც გვინდოდა ახლა რო გვინდა კარგად ნახავთ, კი არა კარგად ნახეთ. მაგრამ მომდენო ვიდეო თუ ამ ვიდეოს რაღაც გამოხმაურება ექნება, უფრო ისეთი იქნება რა. შეკრული ლამაზი სხვა იუთუბერების მანქანებსაც მოვიძიებ რა თქმა უნდა, ვისაც რა მანქანა არ უნდა ყავდეს ხა. დანელია Z შეგვიძლია მაგალითად დაკავჩით 350 350 Z. კიდევ ის რaqავს. რაღაც Nissan ყავს გონი, Nikas ავტობლოკს კიდე როგორც მახსოვს. C-კლასი აღარ ყავს, მაგრამ შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ, მაგრამ ნუ ის Nissan-ი კიდე არიან იუთუბერებისაც რაღაც მანქანები ყავთ, ოღონდ ესე არ მახსოვს რა ძირითადად სახელები, ანუ მანქანები და მოვიძიე მაგას აუცილებლად დაწერთ კომენტარებში რა. ვისი ხილავდით ძალიან სერიოზულ გადაღებაზე. ეს არის ხოლმე სპონტანური ჩაწერილი გუშინდელი ვიდეოს გაგრძელება ჩათვალეთ რა. კაი. აუ ალექს ვერ გაპატიებს მაშინ მაგას. ой მე მაინც მიდის. კაი რა ძმაო რა. ბუბუ აშკარად შენ გეტყობა რომ გაასტოკე ეგ მანქანა. კაი რა. როგორ გაგვისრო იმ მანქანამ? კაი, პრინციპში ყველა მანქანა ვნახეთ რა. პირველ ადგილზე არის ხელოდინაშვილის მანქანა. მეორეზე არის ქსენსუსასი. ჩვენ ვართ ან მესამე ან მეოთხეზე. არა, ბოლო გარბენი იქნება. ეხლა ჩვენი. არა, ჰიტას მანქანაც მაგრად მიდიოდა. კიდე შეკვეთა ჩემი. რა იყო, შემოდის ბოქსები, რამოდენიმე დარჩა იჩქარით. ეხლა ამ წამს რაც ამ ვიდეოს ვიღებ, უკვე 2 ბოქსი გაიყიდა, სანამ ეხლა ეს რეკლამა უნდა დამედო რა. ეგ არის იწყება რბოლა. კაი, ჰიტა უნდა ჩამოვიცილო ოქსიდან, სხვა გზა არ არის. ჰიტა ბოდიში ძმაო, რეალურ ცხოვრებაში ამას არ ვიზავ, მაგრამ ეს თამაშია. აქ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოგებისთვის. მესამე ადგილზე უეჭველი უნდა გავიდე. 1 2 3 წავიდა. ჰიტა მოდი აქ, მოდი. ეგრე, კარგად იყავი ჰიტა ძმა, დიდი ბოდიში. გიო შენც
აქ ხარ, მაგრამ ბოლოში შეიძლება გაგზირო. არა, всё, გავიტანეთ, ეგ არის. მესამე ადგილი არ წამოვიდეს. დამსახურებულად ჩვენია, მაგრამ ესე დამსახურებულად პირველზე შემიძლია ახლა გავიდე და იცადე. იღა ნახეთ. GTA 5 Black Mamba is number 1. დავდექი სტარტის პოზიციაზე ისევ ქსენსუსა ხეროდნაშვილი. ხო ვერ მოვიცილე ეს ორი ბიჭო ჩემი. სარიშვილი აღარ არის ამჯერად. სარიშვილი აღარც იქნება პრინციპში. აჰა, всё, ეხა ისე გადანაწილდა ყველაფერი მოგებული, წაგებული და ასე შემდეგ ეგრე მივდივართ რა. ბოდიში ქსენსუსა. ბოდიში. ალექს ეს ვიდეო ის უნდა დამთავრდეს, რომ პირველზე უნდა გავიდე. შეგიძლიათ დაკლიპოთ მომენტები TikTok-ზე, გზადოთ იუთუბერების მანქანების დრაგი რა. 1 2 3 1 აეგრე მოვიგეთ, გავუსწარით ყველას აბა რა. ძალიან კაი. მაინც მეწებიან თო? კიდე კაი, რომ ვახ, პოლიცია მეკიდა. რომელმა იუთუბერმა დარეკეთ, ბიჭო, პოლიციაში არ გცხვენიათ? წავედი. ვახ, წავედი, всё მოვიგეთ, ეს ვიდეო მოკლედ დასრულდა. მომდენო ვიდეოში იქნება ძალიან სერიოზული დრაგი, ეს ყველა ძალიან სპონტანური ვიღადავთ. ეხლა უბრალოდ რომ დამივიდო დღეს ვიდეო რა და გამოიწერთ არხი დალაიქეთ ვიდეო, დაწერთ კომენტარებში კიდე რომელი იუთუბერები დავამატოთ ჩვენს დრაგზე, რომელიც ოფიციალურად ჩატარდება მალე GTA 5-ში.